2 სალიტერატურო და 1 საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს შეეძლება. კონკურსში გამარჯვებულებს კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 1 წლის განმავლობაში დააფინანსებს. 26 იანვრიდან სამინისტროს დამწერელთა სახლის ვებგვერდებზე დაიდება სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ და ყველა და პირობები კონკურსის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზოგადად ლიტერატურული სფეროს გამოცდილებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ჩვენ პირობებში ჩავდებით ის, რომ დაახლოებით 70% უნდა იყოს ქართული ლიტერატურული ნამუშევრები, დანარჩენი შეიძლება იყოს თარგმანები. აქაც რა თქმა უნდა იყოს ესეთი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით მოწოდებული ესეთი თანამედროვე ტიპის ჟურნალი, შემეცნებით საგანმანათლებლო. ეს ნამდვილად დიდი სიახლეა და რა ვიცი, ყველას ველოდებით.